ამერიკის წყნარი ოკეანის ჩრდილო-დასავლეთის საანთებულია. ზუსტად დილის 5:09 წუთზე. 3 მაღალი სიმაღლის EMP აფეთქება ანადგურებს თანამგზავრებს. მთელი დასავლეთ სანაპიროს ელექტროენერგიის ქსელი ითიშება. ტელეფონები ითიშება. ჭკვიანი მანქანები ძვირადღირებულ აგურებად იქცევა. ეს მხოლოდ დასაწყისია. ნამდვილი კოშმარი ეხლა იწყება. დასავლეთ სანაპიროზე ათობით საკრუიზო რაკეტა გადაკვეთს. Puget Sounds დაარტყამს აეროდრომებს, მონაცემთა ცენტრებს და ელექტროსადგურების ქვესადგურებს. დრონების გუნდი ხმაურით მოდის წყნარი ოკეანედან. ბლოკავს რადარებს და საშინელი სიზუსტით ამოიცნობს სამიზნეებს. სანამ სიეტლი შოქშია, ჩასაფრებული რუსი კომანდოსები კოორდინირებულ თავდასხმებს იწყებენ პორტებსა და კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე. ისინი უკვე კვირებია, თუ არა თვეებია, ადგილზე არიან, გარემოში ერწყმიან და დოკის მუშაკებად არიან გადაცმულები. ჩინეთის ამფიბიური ძალები უერთდებიან თავდასხმას. ჯარებსა და ტექნიკას პირდაპირ გადაკეთებული სატვირთო გემებიდან გადმოსვამენ. რეალურ დროში გადაღებული კადრები წყნარი ოკეანის გაღმა გადაიცემა. საბრძოლო ველის ზემოთ მოფარფატე სადაზვერვო ბუშტების მეშვეობით. წარმოუდგენელი მოხდა. სამშობლო დაარტყეს. ნულოვანი დღე, დილის 4:30, აღმოსავლეთის სტანდარტული დროით. ყველაფერი იწყება როგორც ნებისმიერი სხვა დილა. ჩრდილოეთ ამერიკის აეროკოსმოსური თავდაცვის სარდლობის NORAD-ის ოპერატორები ჩვეულებრივ ასრულებენ თავიანთ მოვალეობებს. შემდეგ ვიღაცამ შენიშნა სუსტი წერტილები, რომლებიც წყნარი ოკეანის მონიტორინგის რადარის ეკრანებზე გამოჩნდა. მოკლე ხანში ASHS-ის ინფრაწითელი თანამგზავრები აფიქსირებენ ძლიერი სიცხის ამოფრქვევებს. ეს არის რაკეტების გაშვების უცილობელი ნიშანი. კომპიუტერები სწრაფად ცდილობენ მათი იდენტიფიცირებას და პასუხი თითქმის მაშინვე მოდის. ფრთოსანი რაკეტები და მოკლე რადიუსის ბალისტიკური რაკეტები არაერთი ან ორი, არამედ მთელი ტალღა და ისინი ყველა კონტინენტალური შეერთებული შტატებისკენ მიემართება. რაკეტები მტრის ტერიტორიიდან არ გაუშვიათ. ისინი მოდიან წყალქვეშა ნავებიდან, რომლებიც წყნარ ოკეანეში ღრმად იმალებიან, და სატვირთო გემებიდან, რომლებიც საერთაშორისო წყლებში, სამწყლებში სამოქალაქო ხომალდებად არიან შენიღბულნი. არავინ ხვდება, რომ ეს უბრალოდ რაკეტების შეტევა არ არის. ეს არის სრულმასშტაბიანი, კოორდინირებული, რუსულ-ჩინური შეჭრის საწყისი ნაბიჯი. სამიზნე არის სიეტლი. მიზანი გაცილებით ამბიციურია, ვიდრე განადგურება. მათ სურთ ტერიტორიის დაპყრობა. ისინი ცდილობენ საკმარისად დიდხანს გააძევონ ASHS-ის საზღვაო ძალები რეგიონიდან, რათა მოიპოვონ დასაყრდენი. მათ სურთ საზღვაო უპირატესობა. წარმატებული დესანტირება ნიშნავს, რომ მათ შეუძლიათ ASHS-ის მიწაზე წინასწარი ბაზის შექმნა. NORAD-ში განგაშის სიგნალები ისმის. შაიენის მთების ოპერაციული ცენტრი სავსეა სირენებითა და აჟიოტაჟით. ეს წვრთნა არ არის. დაცულ ტელეფონებზე ზარები იწყება. დაშიფრული ქსელები დატვირთულია მონაცემებით. ვაშინგტონში პრეზიდენტი, რომელიც 1600 მილითაა დაშორებული, შეშინებული იღვიძებს. რამდენიმე წუთში საიდუმლო სამსახურის აგენტები მას უსაფრთხო ბუნკერისკენ მიაცილებენ. თანაშემწეები ყოველ ნაბიჯზე ინფორმაციას აწვდიან. სიტუაცია სწრაფად იცვლება. ყველასთვის მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ ამერიკას თავს ესხმიან. მხოლოდ 7 წუთის შემდეგ უკვე იწყება sapasukho მოქმედებები. ქვეყნის მასშტაბით საჰაერო ძალებისა და საჰაერო ეროვნული გვარდიის დანაყოფები ოპერაცია დიდებული არწივის ფარგლებში მზადყოფნაში მოდიან. ეს არის 9/11-ის შემდგომი სამშობლოს საჰაერო თავდაცვის მისია, რომლის მიზანია ამერიკის საჰაერო სივრცის დაცვა. Fort Worth-ში 2 F-16 ტიპის თვითმფრინავი ბილიკზე ხმაურით მიექანება და განთიადის ცაში ადის, სანამ მათი პილოტები ბოლომდე გამოფხიზლდებიან. მთელ ამერიკის მასშტაბით, მასაჩუსეტსიდან ჰავაიმდე, მზადყოფნაში მყოფი გამაფრთხილებელი თვითმფრინავები, F-15 იგლები, F-22 რაპტორები და საზღვაო ბაზების F-18-ები გაფრთხილების მიღებიდან რამდენიმე წუთში ცაში ადიან. რადარის ოპერატორები მათ სამიზნეებს აწვდიან, როცა ისინი საფრთხისკენ მიიჩქარიან. მათი მისია მარტივია: გაანადგურონ შემომავალი რაკეტები და მოძებნონ ყველაფერი, რაც შემდეგ გამოჩნდება. ამავე დროს, NORAD და FAA ყველა სამოქალაქო ფრენას აჩერებენ. ეს ნაბიჯი 9/11-ის შემდეგ არავის გადაუდგამს, მაგრამ ამჯერად მიზანი არ არის ცის დაცვა თავდასხმის შემდეგ. მიზანია ცა გაიწმინდოს მთავარი ბრძოლის დაწყებამდე. 4:45-ზე რაკეტები იწყებენ ჩამოსვლას. ამერიკის სანაპიროებთან Aegis-ის ესკადრონული ნაღმოსნები ერთ-ერთ ინტერსეპტორს მეორის შემდეგ უშვებენ, რათა ჩამოაგდონ მომავალი საფრთხეები. ვალი საფრთხეები მანამ, სანამ ისინი ხმელეთამდე მიაღწევენ. ფლორიდის თავზე პატრიოტის ბატარეა, რომელიც მაგდილის საჰაერო ძალების ბაზას იცავს, დაბალ სიმაღლეზე მფრენ საკრუიზო რაკეტას უმიზნებს. რამდენიმე წამში ტამპას ყურის თავზე ცა ცეცხლის ბურთად იფეთქებს. მაგრამ ყველაფერი ვერ ჩერდება. დასავლეთ სანაპიროზე შეტევა სასტიკია. საკრუიზო რაკეტები ჩრდილოეთ კალიფორნიაში ადრეული გაფრთხილების რადარის ანტენებს ურტყამს, რაც თავდაცვითი ქსელის ნაწილებს აჩრდილებს, სწორედ მაშინ, როცა მეთაურებს ყველაზე მეტად სჭირდებათ ისინი. კიდევ უფრო ჩრდილოეთით, ტაკომას მახლობლად მდებარე ერთობლივი ბაზა ლუის მაკკორდი, ვაშინგტონში მრავალჯერ ზიანდება.
ასაფრენი ბილიკები კრატერებად იქცევა. ავიაციის ოპერაციები სრულად ჩერდება. სიეტლის სპორტი ზუსტმა დარტყმებმა გაანადგურა, რაც შოკურ ტალღებს იწვევს სანაპირო ზოლზე. რამდენიმე წუთში მასიური აფეთქება არღვევს I-5 კორიდორს ქალაქის ცენტრის სამხრეთით. ხიდი freeway-ზე ინგრევა, რაც რეგიონის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან სატრანსპორტო არტერიას პარალიზებას უკეთებს. მაგრამ რაკეტები მხოლოდ თავდასხმის ნაწილია. საგანგებო სამსახურები ცდილობენ რეაგირებას, როცა მეორე საფრთხე ჩნდება. დრონების ჯგუფები ქალაქისკენ იწყებენ დაშვებას. მათი სამიზნეები სამხედრო ბაზები არ არის. ესენი საკომუნიკაციო ჰაბები და საგანგებო რეაგირების ცენტრებია. ინფრასტრუქტურის მთავარი ნაწილები, რომლებიც ქალაქს აერთიანებს. იმ დროისთვის, როცა პირველი ტალღა დასრულდება, დაახლოებით 40 წრის რაკეტა დაეცემა აშშ-ის მიწაზე. ზიანი უზარმაზარია. ნავთობის გადამამუშავებელი ქარხანა იწვის, რადარის სისტემები დაბრმავებულია და საკომუნიკაციო ქსელები მაქსიმალურად დატვირთულია. მაგრამ სტრატეგიული სიურპრიზი ვერ ამართლებს. შეერთებული შტატები დაჭრილია, მაგრამ არა პარალიზებული. თავარი სამხედრო ობიექტები კვლავ ფუნქციონირებს. სარდლობისა და კონტროლის ქსელები ჯერ კიდევ მუშაობს. მაგრამ თვითმფრინავები უკვე ჰაერშია და ძალები მოძრაობენ. ყოველი გასული წუთით სარდლები უფრო ნათვად ხედავენ, რას უპირისპირდებიან. ამერიკა მზადაა საპასუხო დარტყმისთვის. ნულოვანი დღე, დილის 5:30, აღმოსავლეთის შტანდარტული დრო. როდესაც თავდასხმის მასშტაბი ნათელი ხდება, კონტროლი გადადის აშშ-ის ჩრდილოეთის სარდლობაში. მის შტაბ-ბინაში, კოლორადო სპრინგსში, სარდლები იწყებენ თანამედროვე ამერიკის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური სამშობლოს დაცვის ოპერაციის კოორდინაციას. შემდეგ მოდის ბრძანება, რომელიც არც ერთ ამერიკელ სამხედრო ოფიცერს რეალურ ცხოვრებაში არ გაუგონია. DEFCON 1. სამხედრო მზადყოფნის უმაღლესი დონე. ესკალაციის კიბის ბოლო საფეხური. გამანადგურებელი თვითმფრინავები იწყებენ სტრატეგიულად მნიშვნელოვან ადგილებზე წრეზე ფრენას, ხოლო საბრძოლო საჰაერო პატრულები იკავებენ პოზიციებს ვაშინგტონისა და ნიუ-იორკის თავზე. სხვაები იცავენ ნორადის სარდლობის ობიექტებს, სილიკონის ველის ტექნოლოგიურ ცენტრებს და ბირთვული რაკეტების ველებს, რომლებიც შუა დასავლეთშია გაფანტული. მაგრამ ნამდვილი ბრძოლა წყნარი ოკეანის ჩრდილო-დასავლეთში მიმდინარეობს. შეჭრის შესაჩერებლად ხელმისაწვდომი ძალები შეზღუდულია. მეშვიდე ქვეითი დივიზიის ელემენტები, საჰაერო ძალების პერსონალი ლუის მაკკორდის გაერთიანებულ ბაზაზე. არმიის სპეციალური დანიშნულების რამდენიმე ჯგუფი. მათ მხარს უჭერენ თვითმფრინავები ახლომდებარე საზღვაო საჰაერო სადგურებიდან. ამ მომენტისთვის ისინი ერთადერთი თავდაცვის ხაზი არიან და ფსონი მაქსიმალურად მაღალია. ამერიკის ყველაზე დიდი შიშები დადასტურდა. ჩინელი და რუსი ჯარები დაეშვნენ ელიოტ ბეიში, სიეტლში. ამფიბიური ჯავშან ტექნიკა იწყებს გადმოსვლას გადაკეთებული სატვირთო გემებიდან, დრონებისა და რაკეტების ცეცხლის დამცავი ქოლგის ქვეშ. რუსული სპეცნაზის ჯგუფები ანადგურებენ ხიდებსა და პორტებს. ტრანსპორტირების პრობლემები მძაფრდება. სანაპიროსთან საფრთხე კიდევ უფრო იზრდება. ჩინეთის ავიამზიდის დარტყმითი ჯგუფი შეიჭრა აღმოსავლეთ წყნარ ოკეანეში, რომელსაც მხარს უჭერენ შორი მანძილის ბომბდამშენები და გამანადგურებლები, რომლებიც სამხრეთისკენ კალიფორნიის მიმართულებით მიემართებიან. სტრატეგია კლასიკურია: სწრაფი შეტევა და პოზიციის შენარჩუნება. უნდა აიღონ მნიშვნელოვანი ურბანული ცენტრი, გადაკეტონ წყნარი ოკეანისკენ გასასვლელი და ქაოსის გამოყენებით მიაღწიონ მოლაპარაკებით დასრულებას. იმედია, სანამ ამერიკული სამხედრო ძალის სრული სიმძიმე ჩამოაღწევს, დასავლეთ სანაპიროსთან, სანაპირო დაცვის კატერები და საზღვაო საბრძოლო ხომალდები სწრაფად იკავებენ პოზიციებს, ქმნიან თავდაცვით ზღუდეს სანაპიროს კრიტიკულ მისადგომებთან. რაც ადგილობრივ საგანგებო მდგომარეობად დაიწყო, ახლა კოორდინირებულ საზღვაო თავდაცვით ოპერაციად იქცა. ქვეყნის შიგნით კი ვითარება დაძაბულია. Fort Bragg-სა და Fort Campbell-ში 82 საჰაერო სადესანტო დივიზია და 101 საჰაერო სადესანტო დივიზია 4 საათიან მზადყოფნაში არიან გადაყვანილი. ჯარები ჯერ არ არიან გაგზავნილი, მაგრამ ისინი აღარ არიან ჩვეულებრივ მზადყოფნაში. ტექნიკას ამოწმებენ და ბრძანებებს ამზადებენ სწრაფი გადაადგილებისთვის. ამერიკის შეიარაღებული ძალების ყველა დონე უკვე ჩართულია ან ემზადება ჩართვისთვის. პრეზიდენტი ერისადმი მიმართვას უსაფრთხო ბუნკერიდან აკეთებს. #აშშ-ში შესმაზე და #მესამე სამყარო სომი სოციალურ ქსელებში ტრენდება. ვიდეოები, სადაც F-22-ები სიეტლის თავზე გადაფრიან, ვირუსულად ვრცელდება. პორტებზე განადგურების და ჩამონგრეული ინფრასტრუქტურის ფოტოები ავსებს პროფილებსა და პლატფორმებს. და შემდეგ მობილური ქსელი ითიშება. დილის 8 საათია. როდესაც აშშ იღვიძებს, სამხედრო დაზვერვა უფრო ნათელ სურათს აფალიბებს. ის, რაც თავდაპირველად ტერორისტულ თავდასხმად ჩანდა, სინამდვილეში კოორდინირებული მრავალდონიანი ტრანსპაციფიკური ოკუპაცია. მტრის ძალები ალასკის სანაპიროსთან წყალქვეშა ნავებიდან დეშან გამოიშვნენ. გემები, რომლებიც ჰავაისთან ახლოს არიან განლაგებული და საშუალო მანძილის ბომბდამშენები, რომლებიც კურილებიდან და სამხრეთ ჩინეთის ზღვაში, ჩინეთის მიერ პრეტენზირებულ კუნძულებიდან მოქმედებენ. საშუალო ზოლის გასწვრივ უკვე მიმდინარეობს სადივერსიო შეტევა. 10,000-ობით ჩრდილო კორეელი ჯარისკაცი სამხრეთისკენ მიიწევს.
ეხლა დაზვერვის მონაცემებით ირკვევა, რომ სამხრეთ ჩინეთის ზღვასა და არქტიკაში ჩატარებული წვრთნები საერთოდ არ იყო ჩვეულებრივი. ისინი არასდროს ყოფილა ჩვეულებრივი. ეს იყო მახე. ეს ყველაფერი იყო ფრთხილად დაგეგმილი გეგმის ნაწილი, რათა გადამწყვეტ მომენტში ამერიკული ავიამზიდების ჯგუფები კონტინენტიდან მოშორებით გაეწიათ. ამასობაში კიბერშეტევების ტალღებმა პარალიზება გაუკეთა ადრეული გაფრთხილების ქსელებს, ჩარევა მოახდინა სატელიტურ გადაცემებში და დაბლოკა კრიტიკული კომუნიკაციები. მცირე, მაგრამ საშიში დროის მონაკვეთში ამერიკული სადაზვერვო ძალები ფაქტობრივად ბრმები არიან. ეს საკმარისად დიდხანს გრძელდება იმისთვის, რომ შეტევითი ფლოტები შეუმჩნევად მიუახლოვდნენ. ადრეული ნიშნები მიუთითებს, რომ ეს არის კოორდინირებული ალიანსის რისკიანი სვა. მცდელობაა დაიკავონ წყნარი ოკეანე და აიძულონ ამერიკული ძალები სწრაფად და ძლიერად დაიხიონ ხმელეთზე. მაგრამ უპირატესობა ხანმოკლეა. დარტმის მასშტაბის მიუხედავად, ამერიკის გამძლეობა მტკიცეა. მთავრობის უთვეტობის პროტოკოლები მყისიერად ამოქმედდა. ღრმად მიწაში განთავსებული სარდლობის პუნქტები შაენის მთასა და რეივენ როკში კვლავ ფუნქციონირებს. უსაფრთხო კავშირები გადამისამართებულია. საწყისი შოკის შემდეგ აშშ გეგმავს თავის პასუხს. შუადრის მოახლოებისას პენტაგონი ხედავს უფრო ფართო სურათს. ტრის ძალებმა დაიკავეს სიეტლი. საზღვაო გადაადგილებები მიუთითებს, რომ შემდეგი სამიზნეები შეიძლება იყოს კალიფორნიის სანაპირო ან ალასკა. დადგა დრო, აშშ მარჩვენოს თავისი ძალა. მეორე ფლოტი სწრაფად მიემართება ატლანტიკის სანაპიროს გასამაგრებლად, რათა შეაჩეროს ნემატებითი ნებისმიერი დამატებითი შეტევა. წყნარი ოკეანის ფრონტზე მესამე და მეშვიდე ფლოტები აერთიანებენ რესურსებს ოპერაცია რკინის უკუდინებას დასაწყებად. ეს არის კოორდინირებული კამპანია, რომლის მიზანია ჩინეთისა და რუსეთის ძალების აშშ-ის წყლებიდან განდევნა და ნებისმიერი შემდგომი დესანტის შეჩერება. F-25-ები სან-დიეგოსთან განთავსებული ავიამზიდებიდან ცალკევდებიან და ჩრდილოეთით მიფრინავენ. მათ ქვემოთ P-8 პოსეიდონები წყნარ ოკეანეში ნელა და მიზანმიმართულად მოძრაობენ. ეს წყალქვეშა ნადირობის მტაცებლები ოკეანეებს ათვალიერებენ ყველაფრისთვის, რაც იქ არ უნდა იყოს. შორს უკან Barksdale-ზე განთავსებული B-52-ები და Ellsworth-ში მყოფი B-1-ები ძრავებს თავენ. მზად არიან, რომ გრძელდისტანციური დარტყმები მიაყენონ ამფიბიურ საკომანდო ხომალდებს, რომლებიც ნაპირთან ძალიან ახლოს მივლენ. მიწაზე რეაგირებაც ისეთივე სწრაფია. არმიისა და საზღვაო ქვეითების დანაყოფები სანაპიროს გასწვრივ მიემართებიან, რათა სიეტლის გარშემო თავდაცვითი რგოლი შექმნან. ინტერსტეიტები ქვეით კოლონებად და გადასასვლელ დერეფნებად იქცევა. მათ უკან ვაშინგტონის, ორეგონისა და აიდაჰოს ეროვნული გვარდიის ძალები მნიშვნელოვან მარშრუტებს ამაგრებენ. სამოქალაქო პირებს პოტენციური კონფლიქტის ზონებიდან აღავთ. სიეტლისა და სამშობლოსთვის ბრძოლა დაიწყო. პირველი დღე. ბოლო შემთხვევა, როცა ამერიკა ესეთ მასშტაბზე მობილიზდა Pearl Harbor-ის შემდეგ 1941 წელს იყო. მაშინაც კი ბრძოლა ოკეანეების იქით მიმდინარეობდა. ამჯერად შორი ფრონტი არ არსებობს. სიეტლი ოკუპირებულია, ხოლო დასავლეთ სანაპირო ბრძოლის ველია. პრეზიდენტი იყენებს ომის უფლებამოსილების აქტს და აცხადებს ეროვნულ საგანგებო მდგომარეობას. რამდენიმე საათში ყველა 50 გუბერნატორი ააქტიურებს არმიისა და საჰაერო ეროვნული გვარდიის დანაყოფებს. თითქმის 325,000 არმიის ეროვნული გვარდიის ჯარისკაცი და 105,000 საჰაერო ეროვნული გვარდიის მფრინავი ფედერალურ სამსახურშია. ქვეყნის თავდაცვითი საყრდენი თითქმის ერთ ღამეში. მოქალაქე ჯარისკაცები გადადიან ხიდების, ელექტროსადგურების, საკომუნიკაციო ცენტრებისა და სამთავრობო შენობების დასაცავად. ნიუ-იორკში გვარდიელები გამაგრდნენ ქვიშის სტომრებით გამაგრებულ პოზიციებზე, რომლებიც ჰადსონს გადახურებს. ვაშინგტონში საკონტროლო გამშვები პუნქტები მრავლდება კაპიტოლიუმისა და პენტაგონის გარშემო, რაც ღირსშესანიშნაობებს კონტროლირებად დერეფნებად აქცევს. მაგრამ დასავლეთში ყველაფერი სრულიად სხვა სამყაროს გავს. პორტლენდში ავტომაგისტრალები თავდაცვით ხაზებად იქცა. სპოკანში საჰაერო თავდაცვის ბატარეები აეროპორტების გარშემო განლაგდა. იუჯინიდან ბელინგჰემამდე კრიტიკული გზაჯვარედინები დაცულია. ჯარები პოზიციებს იკავებენ და ელიან. სიეტლი, რომელიც ჯერ კიდევ იწვის, დაპირისპირებული ურბანული ბრძოლის ველად იქცა. ერთობლივი ბაზა ლუის მაკორდი პირველივე დღეს ძლიერ დაარტყეს და კვლავ მტრის ხელშია. აშშ-ის დანაყოფები ცდილობენ დაკომას სამხრეთით პოზიციები შეინარჩუნონ. სამოქალაქო ევაკუაცია გრძელდება, ხშირად ინტერეფნებით, რომლებიც დრონების იერიშის საფრთხის ქვეშაა. მტრის განზრახვა სულ უფრო აშკარა ხდება. თავი დაიცავით, გააძლიერეთ გაძლიერება და საკმარისი დრო მოიპოვეთ, რომ წყნარ ოკეანეზე ლოგისტიკური გზა შექმნათ. ფედერალური მთავრობა სწრაფად მოქმედებს. ის იწყებს მრეწველობის ხელში ჩაგდებას თავდაცვის წარმოების აქტის ფარგლებში. საწვავი გადამისამართებულია სამხედრო კოლონებისთვის. სამოქალაქო ავიახაზების თვითმფრინავები ტრანსპორტირებისათვის იშლება. საწარმოო ხაზებიდან იარაღი და დრონები უწყვეტად გამოდის. ხელმძღვანელობას სასწრაფოდ გადაჰყავთ ისეთ უსაფრთხო ადგილებში, როგორიცაა შაიენის მთა და რეივენ როკი. კონგრესი კვლავ იკრიბება დაშიფრული ვიდეო კავშირით. მათი სახეები ეკრანებზე ციმციმებს ბეტონისა და ფლუორესცენტული განათების ქვეშ. ჩანს, რომ საზოგადოებრივი სიმტკიცე შენარჩუნებულია. ჯერჯერობით. თავდასხმის ზონებთან ახლოს დაძაბულობა გარეთაც ვრცელდება.
სან-დიეგოდან სოლტ-ლეიქამდე გადაადგილებული მოქალაქეები ავსებენ გზებსა და თავშესაფრებს. სისტემები იწყებს კრიტიკულ ზღვარს მიღწევას. კომენდანტის საათი დაწესდა დასავლეთ სანაპიროს 48 ოლქში. იწვება პანიკური შესყიდვები და მიტაცებები. მაღაზიები საათებში იცლება. საკვები, საწვავი და სხვა აუცილებელი ნივთები ქრება. იქ საზოგადოება ინგრევა. მეორე დღე. ამერიკა იარაღის მოყვარულთა ერი არის. 393 მილიონი მოქალაქე ფლობს ცეცხლსასროლ იარაღს. ქვეყნის მასშტაბით სამართალდამცავი ორგანოები კოორდინაციას უწევენ მილიციებსა და იარაღის კლუბებს სწრაფი რეაგირების ჯგუფების შესაქმნელად. გზავნილი მარტივია. დაიცავით პოზიციები იქ, სადაც ხართ. საწყისი შოკის დაძლევის შემდეგ აშშ-ს სამხედრო ძალები გადაერთვნენ დარჩენილი სანაპირო და ჩრდილოეთის თავდაცვითი ხაზების გამაგრებაზე. პრიორიტეტული ზონებია წყნარი ოკეანის სანაპირო, ალასკის ალეუტის კორიდორი, სადაც რუსული შორ მანძილზე პატრულები აგრძელებენ აშშ-ს რადარის დაფარვის ზურის გამოცდას და სამხრეთ-დასავლეთის საზღვარი, სადაც დაზვერვა აფრთხილებს კარტელის კონტროლირებადი კონტრაბანდის მარშრუტებით შეღწევის მცდელობებზე. ოლიმპიური ნახევარკუნძული იზოლირებულია და გადაქცეულია გამაგრებულ სამხედრო ზონად. სანაპირო არტილერიის ბატარეები განთავსებულია პიუჯეტის ყურის მოსაჭრელად. საზღვაო სილები და საზღვაო ქვეითთა სადაზვერვო ჯგუფები შედიან სან-ხუანის კუნძულებზე. ამოწმებენ გადასასვლელებს, ჩამოსვლის წერტილებს და ყველაფერს, რაც არ უნდა ცურავდეს მათ შორის არხებში. სანაპიროზე საზღვაო ქვეითები ნიღბავენ ანტიტანკურ პოზიციებს რელიეფში. კლდეები, ხიდები, ესტაკადები და გზის გრძელი მონაკვეთები ყველა ხდება ჯაველინებისა და TOW-ს რაკეტების განთავსების ადგილები. ვერტმფრენის დანაყოფები მუდმივად პატრულირებენ პირველ მაგისტრალზე. დაბლა და სწრაფად მიფრინავენ სანაპიროს გასწვრივ და აკვირდებიან ყველაფერს, რაც ცდილობს მთავარი თავდაცვის ხაზის გარღვევას. დასავლეთ სანაპიროს მთავარ ქალაქებში გაცემულია ნაწილობრივი ევაკუაციის ბრძანებები. სიეტლი მძიმე მდგომარეობაშია. ამასობაში ყველაზე ცნობადი ქალაქები, როგორიცაა ლოს-ანჯელესი, სან-ფრანცისკო და ანკორიჯიც კი, ყველაზე ცუდისთვის ემზადებიან. აღმოსავლეთში მე-10 მთის დივიზია ნიუ-იორკიდან კაროლინის სანაპიროზე გადადის. 82 საჰაერო დესანტი მზადყოფნაში რჩება. დესანტები ძილს მაშინ ახერხებენ, როცა შეუძლიათ გამოძახების მოლოდინში რომ დაიძრან. 250,000-ზე მეტი მოქმედი სამხედრო ორივე ამერიკულ სანაპიროზეა განლაგებული. ასობით ტანკისა და ჯავშან-მანქანის მხარდაჭერით. AWACS-ის დრონები და სატელიტები ბრძოლის ველის მთლიან სურათს აყალიბებენ. ყველა სუნთქვას იკავებს. სანამ ჩრდილოეთში სიეტლისთვის ბრძოლა გრძელდება, მტერი მეორე ფრონტს ხსნის. როდესაც ნისლი ეკვრის კალიფორნიის ცენტრალურ სანაპიროს, კურატრების გადასატანი ამფიბიური ძალა ვანდენბერგის კოსმოსური ძალების ბაზისკენ მიემართება. სწრაფი ნავები წყლის ზედაპირზე დაბლასტრიალებენ, ვერტმფრენები კი თითქმის ეხებიან მათ ქოთ არსებულ ტალღებს. ეს არის მცდელობა, რომ ყურადღება გაიღოს, ძალების ხოქმანი გამოიწვიოს და დასავლეთ სანაპიროზე სისუსტე გამოიკლიოს. მაგრამ ამჯერად აშშ-ის ძალები მზად არიან. საჰაერო თავდაცვის ჯგუფები მოულოდნელი ცეცხლის ზოლებით ბნელში ანათებენ. ცაივსება ავენჯერებით და FIM-92 სტინგერის ჩამომგდები რაკეტებით. ზოგიერთი ვერტმფრენი ხმელეთამდე ვერ აღწევს და ტალღებზე ცეცხლის ბურთებად იქცევა. შორს AC-130 ტიპის საცეცხლე თვითმფრინავები მჭიდრო F-35-ის ესკორტით წრეებს ატყამენ და სადესანტო ძალების ჩამოყალიბებამდე მისასვლელ ზოლებს სასიკვდილო ზონად აქცევენ. ბორცვებზე 75 რეინჯერთა პოლკის დანაყოფები ქრიშასა და ბუჩქებში დამალულ პოზიციებში იმალებიან. როდესაც მტერი სანაპიროზე გადმოდის, ქაოსი იწყება. ნაღმტკორცნების სანაპიროს ბომბავენ. ტყვიან-ფქვევები ტალღების ხაზს ცეცხლს უშენენ. ბრძოლას მხოლოდ 2 საათი სჭირდება, რომ დასრულდეს. როდესაც დაჭრილებს სანაპიროდან ევაკუაციას უტარებენ, გადარჩენილ მტრის ჯარისკაცებს სამხედრო ტყვეობაში იღებენ. პირველადი დაკითხვები სხვა სურათს აჩვენებს. სიეტლი თავდასხმის ბაზაა. ეს არის განზრახ მცდელობა დაიკავონ დიდი ამერიკული ქალაქი, უზრუნველყონ მისი შენარჩუნება ზღვის გზით და გადააქციონ იგი გრძელვადიან ზეწოლის წერტილად. მტერს სურს დაანგრიოს ლოგისტიკა, ყურადღება და მორალი დასავლეთ სანაპიროზე. შესაძლოა მცირე დესანტები კვლავ გააგრძელონ სანაპიროს დაზვერვა, თუმცა სიეტლი მთავარი მიზანია. აშშ-ის ჩრდილოეთის სარდლობა შესაბამის ზომებს იღებს. პირველი საზღვაო ქვეითთა დივიზია ლოს-ანჯელესის აუზისკენ გადაადგილდება. მესამე ქვეით დივიზია დასავლეთისკენ მიემართება ჯორჯიიდან, ჯავშან ტექნიკა მატარებელსა და საზღვაო ტრანსპორტზე იდვირთება. გრძელი ლოგისტიკური ჯაჭვი, საომარი სისწრაფით ამოქმედდა. წყნარი ოკეანის ფრონტზე საჰაერო თავდაცვა ძლიერდება. Patriot-ისა და THAAD-ის ბატარეები ლოს-ანჯელესსა და სან-დიეგოს გარს არბღამს. საბრძოლო საჰაერო პატრულები წყნარი ოკეანის თავზე ტრიალებენ. უწყვეტ ერთმანეთზე გადაფარულ დაფარვას უზრუნველყოფენ. ავიამზიდების დარქმეთი ჯგუფები, Carl Winston-ი, Theodore Roosevelt-ი, Abraham Lincoln-ი წყნარი ოკეანის მასშტაბით იფანტებიან და მეორე და მესამე ტალღებს ეძებენ. დამატებითი ავიამზიდები ჰავაისა და გუამისკენ მიემართებიან, რათა მტრის გაძლიერება შეაჩერონ. მაგრამ ამერიკა მარტო არ არის.
ალიანსები იწყებენ გამყარებას. კანადა პირველია, ვინც მეზობელს ოპერატიულ მხარდაჭერას სრულად უწევს. CF-18-ები ვანკუვერიდან საბრძოლო პატრულირებას ახორციელებენ. ნატოს რადარის სისტემები ევროპიდან ჩამოდიან და მეთვალყურეობის ქსელს წყნარი ოკეანის მისადგომებზე აფართოებენ. იაპონიის საზღვაო თავდაცვის ძალების გამანადგურებლები უერთდებიან აშშ-ის საზღვაო ძალებს, რათა დაიწყონ ცენტრალური წყნარი ოკეანის გაწმენდა და კონტროლი. ომი აღარ არის ადგილობრივი. ეხლა 9 მილიონზე მეტი ამერიკელი ჯარისკაცი მოქმედებს ქვეყნის მასშტაბით. მოქმედი სამხედროები, ეროვნული გვარდია და რეზერვი, სამივე საზღვაო ქვეითი დივიზიისა და მრავალი ჯავშან-სატანკო შენაერთის გვერდით. ჰაერში თითქმის 1500 გამანადგურებელი თვითმფრინავი ავსებს ამერიკის ცას და უწყვეტ საჰაერო პატრულირებას ახორციელებს. ზღვაზე 100-ზე მეტი სამხედრო გემი და 60 წყალქვეშა ნავი კონტინენტს მტკიცე პერიმეტრით აკრავს. ეს არის რკინის რგოლი, რომელიც საათობრივად უფრო მჭიდრო ხდება. სარაკეტო თავდაცვის სისტემები სტრატეგიულ ზონებს მთლიანად ფარავს, ხოლო ნორადის ინტეგრირებული ქსელი ბრძოლის ველის უწყვეტ მონიტორინგს ახორციელებს. მოულოდნელი თავდასხმა ჩავარდა. სიეტლი ჯერ კიდევ იკავებს პოზიციებს, მაგრამ მოწყვეტილია და მუდმივი ზეწოლის ქვეშ ძლიერად არის დასუსტებული. დამატებითი ძალები ვეღარ აღწევენ ქალაქამდე. საზღვაო მარშრუტები თავდამსხმელობის უკან იკეტება. ის, რაც საყრდენ პუნქტად იყო ჩაფიქრებული, ეხლა მახეს ემსგავსება. მას შემდეგ, რაც პირველადი შეტევა შეაჩერეს და დასავლეთ სანაპიროზე თავდაცვითი ხაზები გაამყარეს, ამერიკული სტრატეგია იცვლება. დროა საპასუხო დარტყმა მიაყენონ. სიეტლის ანკლავი იგავებს პოზიციებს. ამ ეტაპზე მტრის ძალები აშშ-ის ხაზებს მიღმა იზოლირებულნი არიან, ასობით მილის დაშორებით საიმედოებით საიმედო გაძლიერებისგან. და ზღვაში სიტუაცია გადამწყვეტად იწყებს შეცვლას. საშინაო უპირატესობა უკვე ჩანს. ამერიკული ლოგისტიკა ძლიერდება. სარკინიგზო ხაზები, ავტობანები, საწყობები და წინა ბაზები ყველა ამარაგებს ფრონტს ისეთი სისწრაფით, რომელსაც თავდამსხმელი ვერ შეედრება. ის, რაც მოულოდნელ და გამანადგურებელ დარტყმად ჩანდა, ეხლა უწყვეტი ინდუსტრიული მასშტაბის რეალობას ეჯახება. რუსულ-ჩინური აზარტული თამაში სხვანაირად გამოიყურება. ეხლა ეს გადაჭარბებულ გაფართოებად ჩანს. მეორე მსოფლიო ომის წყნარი ოკეანის კამპანიების გაკვეთილებზე დაყრდნობით, აშშ-ო გადადის შეკავებიდან სისტემატურ ზეწოლაზე. არა მხოლოდ პოზიციების შესანარჩუნებლად, არამედ საბრძოლო სივრცის შესავიწროებლად და შემდეგ მისი გაქრობისთვის. როგორც კი ეს დასრულდება, ისინი შეძლებენ გადაინაცვლონ წყნარ ოკეანეში და აქციონ იგი დამატებითი ძალებისთვის სასაფლაოდ. განთიადზე ამერიკა ჯოჯოხეთს ანთავისუფლებს. B2 სპირიტის ბომბდამშენები 509 ბომბდასმელი ფრთიდან გამოდიან უაითმენის საჰაერო ბაზიდან. მათი მისია მოწინააღმდეგის მცურავი სარდლობის სტრუქტურის განადგურება დასავლეთ სანაპიროსთან. ისინი მოჩვენებებივით ჩუმად შედიან წყნარი ოკეანის საჰაერო სივრცეში, რადარისთვის თითქმის უხითქმის უხილავები. ისინი უშვებენ ზუსტი JDM-ებს პირდაპირ ორ ჩინურ და რუსულ სარდლობისა და მართვის გემზე. მათგან შორს ქვემოთ DIAF-B-დან BRTB ლენსერები სამხრეთიდან სწრაფად და დაბალ სიმაღლეზე შემოდიან. დაშორებიდან ისინი კოორდინირებულ ტალღაში უშვებენ თავიანთ ტვირთს. აგზავნიან შორი მოქმედების ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტებს, რომლებიც ოკეანის ზედაპირზე მიემართებიან ესკორტ ჯგუფებისა და სატრანსპორტო ფორმირებებისკენ, პერიმეტრის შესანარჩუნებლად. Virginia-ის და Los Angeles-ის კლასის შეტევითი წყალქვეშა ნავები უკვე პოზიციაზე არიან ჰავაისა და არხის კუნძულებთან. სარაკეტო რაკეტები სიღრმიდან ამოფრქვევენ და ურტყამენ საზღვაო რესურსებსა და იმპროვიზირებულ ოფშორულ ლოგისტიკურ პლატფორმებს, რომლებმაც დაიწყეს სიეტლის დასაყრდენი პუნქტის უზრუნველყოფა. ნაპირთან ახლოს USS Zumwalt, რომელიც დიდი ხანია კრიტიკას იღებდა საწყისი პრობლემების გამო, ახლა ბრძოლაში თავის მომენტს პოულობს. როდესაც მტრის ხომალდები ორეგონის სანაპიროსკენ მიემართებიან, Zumwalt უშვებს ჰიპერველოსურ ჯურვებს, რომლებიც ანადგურებენ კორპუსებს, მანამ სანამ ისინი ტალღებს მიაღწევენ. მტერს ნაკლები იარაღი აქვს, გვერდიდან უტევენ და სულ უფრო ნაკლები არჩევანი რჩება. შუადღისთვის მტრის ხომალდები ცეცხლშია გახვეული. ერთმანეთის მიყოლებით ხომალდები ინფრაწითელ კამერებზე ანთებული სილუეტებივით ჩნდებიან. ზევი ფორმაციას ტოვებს. სხვები წყალში უმოძრაოდ არიან, ხოლო რამდენიმე უკვე სრულად უგანიხებს. ფრთხილად შეკრებილი შემოსევის ფლოტი მრავალმხრივი მუდმივი წნეხის ქვეშ ნელ-ნელა იშლება. მტრის ავიამზიდი რამდენჯერმე იღებს დარტყმას და მანევრირების უნარს კარგავს. ის ნელა საბედისწეროდ იხრება, როცა მისი ესკორტები უწესრიგოდ იშლებიან. სხვა ადგილას ტრანსპორტის ხომალდები, რომლებიც კუსის ყურესთან შემდგომი დესანტისთვის მძიმე ტექნიკას ეზიდებიან, მანამდე იღებენ დარტყმას, სანამ მანძილის დაფარვას შეძლებენ. ბრძოლის ფორმა სრულიად შეიცვალა. მტრის წყნარი ოკეანის ფლოტი აღარ მიიწევს წინ. ის იფანტება, იწვის და გადარჩენას ცდილობს.
საზღვაო ფრონტზე კოლაფსის მიუხედავად, ტრის გეგმის ნარჩენი კიდევ უფრო სასოწარკვეთილ ნაბიჯს დგამს. ბოლომ მცდელობით რომ შეინარჩუნოს ინიციატივა, გაძლიერებული ტრის საზღვაო ქვეითთა ბრიგადა დაეშვა ჰენტინგტონ ბიჩზე, ლოს-ანჯელესის სამხრეთით. დასაშვები ნავები და დაბალპროფილიანი ჰოროკრაფტები ხმაურით მიიწევენ ტალღებში, დამცავი ცეცხლის ქვეშ. აფეთქებები სანაპირო ბილიკზე. კვამლი ხმელეთისკენ მიედინება, როცა ჯარები ქვიშაზე გადმოდიან და სანაპირო ზოლში იჯრებიან. მოკლე, ქაოტურ მომენტში ისინი წინ მიიწევენ. სანაპიროს სასტუმრო იკავებენ და მისი ზედა სართულებიდან მტრის სიგნალები ანთდება. წყნარი ოკეანის სანაპირო გზაზე ჯავშან ტექნიკა იწყებს გადაადგილებას, რათა შეამოწმოს შეღწევის სიღრმე. ჩანს, რომ მეორე პლატფორმი შეიძლება შენარჩუნდეს, მაგრამ წარმატების ილუზია სწრაფად ქრება. პირველი საზღვაო ქვეითთა დივიზია, რომელიც სულ რაღაც 60 მილის სამხრეთითაა განლაგებული, პირველები იწყებენ მოძრაობას. ისინი სწრაფები, კოორდინირებულები და უძლებლები არიან. კალიფორნიის ეროვნული გვარდიის დანაყოფები ზურგიდან ამაგრებენ პოზიციებს, როცა MRTA-1 Abrams-ის ელემენტები ჩრდილოეთიდან შემოდიან და სტრაიკერის ფორმირებები აღმოსავლეთის მისადგომებს კეტავენ. ყველაფრის ზემოთ აპაჩის ტიპის საბრძოლო ვერტფრენები დაბალ სიმაღლეზე პატრულირებენ დერეფანში, ხოლო AC-130-ები სანაპიროსთან ცაში ტრიალებენ. ნებისმიერი მოძრაობის მცდელობას თვალთვალისა და ცეცხლის დამანგრევალ სქემად აქცევენ. ღამის დადგომამდე შეჭრა ჩახშობილია. რაც დარჩა იზოლირებულია და სწრაფად იწმინდება კვარტალიდან კვარტალამდე. რამდენიმე სასოწარკვეთილი მებრძოლი თავს აფარებს ავტოსადგომებსა და CVS-ის მაღაზიას, მაგრამ დილამდე საზღვაო ქვეითების ჯგუფები მათთან ეიტრალებენ. დრონები აფიქსირებენ შედეგებს და გადასცემენ მათ სარდლობის არხებზე. ჩუმი სანაპირო ბილიკები, მიტოვებული პოზიციები და პლასტმასის სამაგრებით შეკრული ტყვეები დაცვის ქვეშ. კადრები ცივია, ემოციის გარეშე. უკვე ანგარიშებად მუშავდება და არასათაურებად. ეს პირველი შემთხვევაა 1814 წლის შემდეგ, როდესაც უცხო ქვეყნის სახმელეთო ძალებმა დიდი ამერიკული ქალაქის თავზე საკუთარი დროშა აღმართეს. თუმცა ეს დიდხანს არ გაგრძელებულა. შედეგები: პირველი კვირა. მას შემდეგ, რაც სამშობლო დაცულია, თავდაცვა შეტევაზე გადადის. ოჰაიოს კლასის წყალქვეშა ნავები, რომლებიც უკვე განლაგებულნი არიან წყნარ და ატლანტის ოკეანეებში, იღებენ გაშვების ნებართვას. დამალული ადგილებიდან ისინი იწყებენ კოორდინირებულ ტალღას ტომაჰავკის დარტყმებისა ტრის კოალიციის წყნარი ოკეანისკენ მიმართული ქსელის ძირითადი სამხედრო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ. სამხედრო საზღვაო ობიექტები, რადარის სადგურები, აეროდრომები და ლოგისტიკური ცენტრები, რომლებიც სამხრეთ ჩინეთის ზღვიდან რუსეთის შორეულ აღმოსავლეთამდეა გადაჭიმული, განადგურებულია. ამავე დროს B-52-ის ფორმირებები, რომლებიც მოქმედებენ გუამის, დიეგო გარსიას და კონტინენტური შეერთებული შტატების ბაზებიდან, ასრულებენ შორ მანძილზე დარტყმის მისიებს. მათი ტვირთი მიზნის მიხედვით განსხვავდება. ზუსტი საბრძოლო მასალა გამაგრებული სამიზნეებისთვის, ასევე ფსიქოლოგიური ოპერაციების პაკეტები, რომლებიც აფრთხილებენ ტრის სამოქალაქო მოსახლეობას იმაზე, რაც მათმა ლიდერებმა გამოიწვიეს და მოუწოდებენ დანებებას. აშშ-ის კიბერსარდლობა გადადის შეტევაზე. რამდენიმე ფრონტზე მტრის კომუნიკაციები ითიშება. ამერიკის მხარდაჭერილი ამბოხებული ჯგუფები მტრის საზღვრებში ახალი ამბიციებით იმოქმედებენ. ამასობაში სპეციალური ოპერაციების ძალები ატარებენ ოპერაციებს სან-ხუანის კუნძულებსა და ოლიმპიური ნახევარკუნძულის გასწვრივ. ისინი ანადგურებენ დარჩენილ სადამკვირვებლო და შეღწევის პუნქტებს. ალასკაში არმიის დანაყოფები ანადგურებენ იზოლირებულ სპეცნაზის ჯგუფებს, რომლებიც ცდილობენ დამალვას მკაცრ და მიუვალ ტერიტორიაზე. ნაბიჯ-ნაბიჯ, ტრის უნარი კოორდინაციისა და ორგანიზებისკენ იწყებს შესუსტებას. და პირველად კონფლიქტის დაწყების შემდეგ ინიციატივა აღარ არის სადავო. ის აქტიურად გადადის გარეთ. ომის ბედი საბოლოოდ შემოტრიალდა. სიეტლის ფრონტი ახლა ფაქტობრივად იზოლირებულია და აღარ არის მდგრადი. დამატებითი ძალები ვეღარ აღწევენ. საბრძოლო მასალა იწურება. ჰაერიდან მომარაგება აღარ არის შესაძლებელი ამერიკული საჰაერო უპირატესობის გამო. მტრის მცირე ჯგუფები იწყებენ დანებებას, ხოლო სხვები უკან იხევენ გამაგრებულ პოზიციებში. დიდი იერიშისთვის ემზადებიან, რომელიც ასე არც ხდება. კულისებს მიღმა შეტყობინებები გადადის შუამავლების მეშვეობით. მტერი აყენებს მკაცრ ულტიმატუმს. შეწყვიტეთ მოქმედება, თორემ შედეგებს შეხვდებით. ჯერჯერობით ბირთვული არსენალი ხელუხლებელია. ჯერჯერობით. მეორე კვირა. დასავლეთ სანაპირო სტაბილიზაციისა და სიეტლში შეჭრის შეჩერების შემდეგ შეერთებული შტატები გადადის შემდეგ ფაზაზე. ის ცდილობს შექმნას მდგრადი თავდაცვა, სრული ინდუსტრიული მობილიზაცია და დარჩენილი საფრთხეების ლიკვიდაცია. მშობლიურ მიწას ჯერ კიდევ ატყვია თავდაპირველი დარტყმების კვალი. პორტები დაზიანებულია, ხიდები დამახინჯებული მეტალია. მაღაზიების ვიტრინები ცეცხლით არის დამწვარი, მაგრამ ინიციატივა შეიცვალა. ყურადღების ცენტრში აღარ არის მხოლოდ გადარჩენა. ახონ მთავარი კონტროლია. ტაკომას გარეუბანში, დანგრეულ საწყობში, საზღვაო ქვეითთა სერჟანტი დარჩენილ ვაზნებს ითვლის. 3 მჭიდრის. 3 მჭიდი.
ის უკავშირდება სარდლობას რადიოთი. ეუბნებიან, რომ დამატებითი მარაგი გზაშია. ხაზის დაცვა ასაჭირო. ის ასეც იქცევა. სიეტლი კვლავ სადაო ზონად რჩება, მაგრამ მთლიანად ალყაშია მოქცეული. ლუის მაკორდის გაერთიანებული ბაზა ხელახლა დაიბრუნეს და დასუფთავების ოპერაციები ტაკომას სამრეწველო კორიდორებში მიმდინარეობს, სადაც იწმინდება ის, რაც ადრინდელი ბრძოლებიდან დარჩა. ფრონტის ხაზის მიღმა დამგეგმავები არანაირ რისკს არ იღებენ. ისინი იწყებენ გამაგრებული პერიმეტრის შექმნას, რომელიც ბევრად ცდება კონტინენტური შეერთებული შტატების საზღვრებს. ჩრდილოეთ ამერიკა ციხესიმაგლედ გადაიქცევა. გაძლიერება მიედინება გუამში, ჰავაიზე და პუერტო-რიკოში. პანამის არხი სრულად სამხედრო დაცვის ქვეშ ექცევა პანამის ხელისუფლებასთან კოორდინაციით. ლოგისტიკა ოკეანეებს შორის შეუფერხებლად გადაადგილდება. კარიბის ზღვისა და მექსიკის ყურის მასშტაბით სადაზვრო და საპატრულო ხომალდები რიოს პაქტი აქტიურდება, რაც ომს სრულფასოვან უსაფრთხოების ჩარჩოში გადაიყვანს. კანადა, რომელიც უკვე სრულად არის ჩართული, აძლიერებს ვანკუვერს, რათა გაუძლოს სანაპიროზე დამატებით ზეწოლას. ახალი შოტლანდია ჩართულია ჩრდილოეთ ატლანტიკის საპატრულო მარშრუტებში. მექსიკა აგზავნის ელიტურ ანტიკარტელულ დანაყოფებს ჩრდილოეთ საზღვრის დასაცავად. ასევე კოორდინაციას უწევს აშშ-ს დანაყოფებს, რომლებიც კალიფორნიაში მოქმედებენ. სამხრეთით ბრაზილია და კოლუმბია უზრუნველყოფენ ბაზებს სადაზვრო ფრენებისა და საზღვაო საწვავის შევსებისთვის. შინ კოსმოსური ძალები იწყებენ საკუთარი მნიშვნელობის დამტკიცებას. სწრაფად გაშვებული სადაზვერვო თანამგზავრები ანაცვლებენ მათ, რომლებიც საწყის შეტაკებებში დაიკარგა. GPS და საკომუნიკაციო თანამგზავრები კვლავ ამოქმედდა. დარპას თანამგზავრებს შორის გადახდომის პროტოტიპები დაჩქარებული ტემპით ვითარდება. დაკვირვების სრულიად ახალი ფენა ეხლა დედამიწის ორბიტაზე ტრიალებს. აშშ-ს სანაპიროებზე ჰორიზონტს მიღმა რადარებისა და ბლიმპების ქსელი ბახადან ბრიტანულ კოლუმბიამდე იჯიმება, რაც უწყვეტი ადრეული გაფრთხილების სურათს ქმნის. სამოქალაქო საჰაერო პატრულის დანაყოფები დაბალ სიმაღლეზე დაფარვას უზრუნველყოფენ, ხოლო სამოქალაქო დრონების ოპერატორები კოორდინირებული ხელმძღვანელობის ქვეშ არაოფიციალურ სანაპირო დაკვირვებას აფართოვებენ. ადგილობრივი საზღვაო თემები, თევზსაჭერი ფლოტები, კერძო ნავების მფლობელები და სანაპირო პატრულის დამხმარე ძალები რეალურ დროში აწოდიან დაკვირვებებს რეგიონულ სარდლობის ცენტრებს. ეს აღარ არის მხოლოდ სამხედროების საქმე. მესამე კვირა. ფორდის ქარხანაში დირბორნში, მიჩიგანში, ბოლო F-50 კონვეიერიდან ჩამოდის სამშაბათს, ღამის 11 საათსა და 47 წუთზე. ოთხშაბათ დილით აწყობის ხაზის განლაგება უკვე შეცვლილია. შემდეგი რაც კონვეიერიდან ჩამოვა, აღარ არის სატვირთო. ამერიკის ინდუსტრიული ძალა სრულად ამოქმედდა. ქვეყნის მასშტაბით ათხოვის ხაზები თითქმის ერთ ღამეში გადაეწყო. სამოქალაქო წარმოება ნელდება, რადგან ქარხნები სამხედრო კონტრაქტებზე გადადიან. აეროკოსმოსური ქარხნები, რომლებიც ადრე კომერციულ შეკვეთებზე მუშაობდნენ, ახლა დაუღალავი ტემპით იწყებენ დრონების, საბრძოლო მასალისა და ავიაციის კომპონენტების წარმოებას. თავდაცვითი მწარმოებლები მუშაობას 24 საათიან რეჟიმზე გადადიან, რადგან წარმოების გეგმები ყოველ კვირას იზრდება. გემთმშენებლობის ქარხნებიც მიყვებიან მათ. ვირჯინიაში, მეინში და მისისიპიში მშრალი დოკების სავსეა წყნარი ოკეანიდან დაბრუნებული დაზიანებული გემებით. სარემონტო ბრიგადები 24 საათიან რეჟიმში მუშაობენ. ამაგრებენ გემის კორპუსებს, ცვრიან სისტემებს და მაქსიმალურად სწრაფად აბრუნებენ გემებს ექსპლუატაციაში. ძველი რეზერვის გემები ინახიდან გამოაქვთ და აახლებენ მოდულური რაკეტების პოდებითა და ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული საფრთხის თვალთვალის სისტემებით. ამასობაში ახალი გემების მშენებლობა საგანგებო საომარი უფლებამოსილებების პირობებში დაჩქარებული ტემპით მიმდინარეობს. ადამიანური რესურსების ზრდაც არანაკლებ შთამბეჭდავია. მექანიკოსები, ინჟინრები, ლინგვისტები, კიბერექსპერტები და ლოგისტიკის დაგეგმვის სპექმის სპეციალისტები პირველ რიგში იხმობენ სამსახურში. მაგრამ სავალდებულო გათვევის დათვებამდე კიდევ სარეკრუტო პუნქტებთან რიგები დგება. ვეტერანები ხელახლა ირიცხებიან. რეზერვის ნაწილები იზრდება. ქვეყნის მასშტაბით სასწავლო ბაზები მაქსიმალური დატვირთვით მუშაობენ და განსხვავებით მრავალი ქვეყნისგან, რომლებმაც ხანგრძლივი ომები გადაიტანეს, შეერთებულ შტატებს კვლავ აქვს თავისი უდიდესი სტრატეგიული უპირატესობა. მანძილი, ენერგეტიკა და სოფლის მეურნეობა სტაბილურ დონეზე რჩება ხელუხლებლად დარჩენილი სამშობლოს ხელსაკრელი გეოგრაფიის წყალობით. შიმშილი ან საწვავის დეფიციტი არ არის, მაგრამ ამერიკელები ეგუებიან. საწვავი ნორმირებულია. არასაჭირო მგზავრობები მცირდება. თემები ადგილობრივ მხარდამჭერ აქციებს აწყობენ. გამარჯვების ბაღები ჩნდება ეზოებში და ცარიელ ნაკვეთებზე. არა იმიტომ, რომ ისინი აუცილებელია, არამედ იმიტომ, რომ ისინი რაღაც უფრო დიდს სიმბოლიზირებენ. შეჯრამ ქვეყანა შოკში ჩააგდო. პასუხი მის გარდაქმნას იწყებს. ამ დროს პენტაგონის შავი ბიუჯეტის ლაბორატორიები ყურადღების ცენტრში ექცევა. პროექტები, რომლებიც წლების განმავლობაში საიდუმლო ბიუჯეტებში იმალებოდა, ომის დროს სასწრაფო აუცილებლობად იქცა.
ექსპერიმენტული დრონები ბრძოლის ველზე ჩნდება. საწინავე ხელოვნური ინტელექტის სისტემები მონაცემთა უზარმაზარ მასას ამუშავებს და მეთაურებს სტრატეგიული ობიექტების დამიზნებაში ეხმარება. ინოვაციების ტალღა მხოლოდ სამთავრობო ობიექტებით არ შემოიფარგლება. სილიკონის ველი თითქმის ერთ ღამეში იცვლის მიმართულებას. სტარტაპები აღმოაჩენენ, რომ სამხედრო პრობლემებს წყვეტენ. ლოგისტიკური ალგორითმები ათასობით მილზე საწვავის, საბრძოლო მასალისა და პერსონალის გადაადგილებას ოპტიმიზაციას უკეთებს. პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინრები ცდილობენ კომუნიკაციის ქსელები გაუმკლავდეს ნებისმიერი სახის შეფერხებას. კიბერუსაფრთხოების გუნდები დღე-ღამეში მუშაობენ, რომ დაუყოვნებლივ აღმოფხვრან სისუსტეები, როგორც კი ისინი ჩნდება. ნატოს კოლექტიური თავდაცვის ვალდებულებები ახლა სრულად ამოქმედებულია. მოკავშირე გემები ატლანტიკის მასშტაბით პატრულირებაში ერთვებიან, ხოლო ევროპის საჰაერო ძალები ზრდიან განლაგებას ჩრდილოეთ ამერიკასა და არქტიკის ბაზებზე. საერთო წვრთნები ერთობლივ ოპერაციებად იქცევა. დაზვერვის გაზიარება თითქმის მყისიერად ხდება. წყნარ ოკეანეში ამერიკის მოკავშირეები მხარდაჭერიდან პარტნიორობაზე გადადიან. ავსტრალია და იაპონია კოალიციის ძალისხმევის მიშვის მნიშვნელოვან პარტნიორებად გვევლინებიან. აფართოებენ სადაზვერვო დაფარვას და იცავენ საზღვაო მარშრუტებს. ამავე დროს ეკონომიკური ზეწოლა იზრდება. სანქციები ბევრად სდება საწყის კოალიციას. ქვეყნები, რომლებიც ადრე ცდილობდნენ ნეიტრალიტეტის შეენარჩუნებინათ, იწყებენ აგრესორებისგან დისტანცირებას. სავაჭრო კონტრაქტები იწურება. ფინანსური ქსელები იკუმშება. დიპლომატიური ურთიერთობები ირღვევა. ომის ეკონომიკური შედეგები იწყებს ზემოქმედებას ბრძოლის ველიდან შორს მდებარე ადგილებზეც. მტერს ეგონა, რომ ამერიკას გატეხავდა. ისინი შეცდნენ. მეოთხე კვირა. პორტლენდში მასწავლებელი თავის საკლასო ოთახის კედელზე ხელით დახატულ წყნარი ოკეანის ჩრდილო-დასავლეთის რუკას აკრავს. ის მას არ ხსნის. სკოლები კვლავ გაიხსნა, მაგრამ ყველაფერი შეცვლილია. საგანგებო წვრთნები ისეთივე ჩვეულებრივია, როგორც ხანძრის სიგნალიზაცია. ყველგან უსაფრთხოება გამკაცრებულია. კოლეჯების კამპუსებში ROTC-ში ჩაწერის რაოდენობა გაიზარდა. ომი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილად იქცა. ფანჯრებში, რომლებიც წლებია ცარიელი იყო, დროშები გამოჩნდა. კონფლიქტმა ქვეყანა შეცვალა. თავდაცვის დაგეგმვის სპეციალისტები კვლავ დარწმუნებულნი არიან, რომ კუთხეში მიმწყდეული მტერი საშიშია. დაზვერვის ანალიტიკოსები განაგრძობენ საპასუხო დარტყმის ან ფარული ოპერაციის ნიშნების ძებნას. ქვეყნის მასშტაბით პატრიოტები, თაადები, Aegis ეშორის ბატარეები და NASAMS-ის სისტემები ყველა დიდ ქალაქს გარს არტყამს. რადარის ეკრანები ღამით ანათებს. მატერიკზე მისასვლელი ყველა გზა კონტროლდება და თვალყურს ადევნებენ. ხოლო წყნარი ოკეანის ჩრდილო-დასავლეთში ომის ყველაზე თვალსაჩინო ნაიარევი რჩება. სიეტლი დაცემის საფრთხეში აღარ არის, მაგრამ მშვიდობაც არ არის. ქალაქი კვლავ მკაცრი კონტროლის ქვეშაა, უსაფრთხოების და მუდმივი მეთოღურეობის გარემოცვაში, რადგან აღდგენისა და გაწმენდის ოპერაციები გრძელდება. ერთადერთი რაც ნორმალურ მდგომარეობას არ უბრუნდება, თავდაცვის პოზიცია. ეს ახო მუდმივია. ციხესიმაგრე ამერიკა უკვე რეალობაა. მეოთხე კვირის ბოლოსთვის, მტრის უიღბლო თავდასხმიდან ერთი თვის შემდეგ, ამერიკის ძალები კვლავ იმატებენ ძალას. მომარაგების ხაზები კონტინენტზე გადაჭიმულია. ქარხნები დღე და ღამე მუშაობენ. მოკავშირეები აგრძელებენ გაერთიანებას. ომს შეიძლება ჯერ კიდევ დარჩენილი კონდეს თავები დასაწერად, მაგრამ ამბის მიმართულება ეჭქვეშ აღარ დგას. რაც არ უნდა მოხდეს შემდეგ, მოლაპარაკება, კოლაფსი, ესკალაცია თუ მყიფე მშვიდობა, ინიციატივა ახლა შეერთებულ შტატებს ეკუთვნის. მომხდურები აღარ მიიწევენ წინ, ისინი რეაგირებენ. სიეტლში შეჭრა უნდა ყოფილიყო მსოფლიოზე შოკის მომტანი და ასეც მოხდა, მაგრამ არა იმ გზით, როგორც მისი ავტორები ელოდნენ. მათ შიში ეგონათ. ამის ნაცვლად მათ სიმტკიცე ნახეს. მათ დაყოფა ეგონათ. ამის ნაცვლად მათ ერთიანობა ნახეს. მათ ეგონათ, რომ ამერიკა თავის მიწაზე ომისგან დაინგრეოდა. ამის ნაცვლად მათ გააღვიძეს მთელი ერის ძალა. მტრის ფლოტი განადგურდა. მათი ელიტური ძალები დამარცხდა. თავდასხმა მსოფლიო საათებში შეცვალა, მაგრამ პასუხმა იგი წლების განმავლობაში შეცვალა. სამხედრო ისტორიკოსები 10 წლეულებს გაატარებდნენ ოპერაციის ანალიზში. ეძებდნენ იმ მომენტს, როცა ყველაფერი არასწორად წავიდა. ზოგი მიუთითებს გადაჭარბებულ მომარაგების ხაზებზე. სხვები კი საზღვაო უპირატესობის უზრუნველყოფის ჩავარდნაზე. კიდევ სხვები გამოკვეთენ რწმენას, რომ შეზღუდული ოკუპაცია შეძლებდა გადარჩენას ჩრდილოეთ ამერიკის ინდუსტრიულ, გეოგრაფიულ და პოლიტიკურ ძალასთან. ის, რაც ძალთა ბალანსის შეცვლის მცდელობით დაიწყო, სტრატეგიული გადაჭარბების მაგალითად იქცა. კამპანია, რომელმაც გაზეთების სათაურები მოიპოვა, ტერიტორიები დაიკავა და მსოფლიოს ყურადღება მიიპყრო, ხოლოდ იმის გასაგებად, რომ ამ მიღწევების შენარჩუნება უფრო ამერიკაში შეჭრის ყველაზე რთული ნაწილი შესვლა კი არ იყო, არამედ იქიდან გამოსვლა. მადლობთ, რომ დღეს შემომიერთდით. იმედი მაქვს ვიდეო მოგეწონათ. თუ გსურთ მეტი მსგავსი ვიდეო ნახოთ, გთხოვთ გამოიწეროთ არხი და ჩართოთ შეტყობინებები. ეს ნამდვილად მნიშვნელოვანია. კიდევ ერთხელ მადლობთ და მომავალ შეხვედრამდე MapPack-ზე.